მოგესალმებით რადიო ხონის ხმა და წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას გენდერს მიღმა. მე მისი წამყვანი ანა მოგელაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ კერძაია. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, გვიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და ხონის მოქალაქეებს მოსახლეობას. ქალბატონო თამარ, პირველ რიგში რომ გვიამბობთ თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომელ მიმართულებებს ფარავს და რა მიზნებს ემსახურება. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შეკითხვისთვის. სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პროგრამები მსოფლიოს 251 ქალაქში ხორციელდება, ფარავს 60 ქვეყანას ჯამში და ეს პროგრამები აღიარებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ და ოფიციალურად გახლავთ სერტიფიცირებული Google-ის და Microsoft-ის მიერ, რომლის შესახებაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ უკვე სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი პროგრამები შემოვიდა საქართველოში უკვე და ქალაქი ხონი და ხონის მუნიციპალიტეტი გახლავთ ერთ-ერთი პირველი, სადაც გაიხსნა სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალი. ეს პირდაპირ გეტყვით, რომ არის ძალიან დიდი დამსახურება ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ბატონი მერის, ქალბატონი ელისოსი და მთელი გუნდის ჩართულობით, რომელთა ძალიან დიდი ძალისხმევითაც ეს პროექტი განხორციელდა, ვინაიდან ჯერჯერობით არ იყო გეგმაში ხონის ფილიალის გახსნა, გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობიდან, სხვა ქალაქებთან მიმართებით, მაგრამ აი მათი ძალიან დიდი ძალისხმევით ეს ამბავი შედგა და მე ორმაგად გახარებული ვარ, ერთი იმიტომ, რომ ხონის მოსახლეობას და ჩვენს ახალგაზრდებს, ხონის ახალგაზრდებს 6-დან 16 წლამდე მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ამ საერთაშორისო პროგრამებს დაეუფლონ და მეორე იმით, რომ აქ ინოვაციებისთვის არიან გახსნილები, ეს ძალიან მახარებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ხონელ ახალგაზრდებს აქვს საშუალება მიიღონ განათლება მსგავს აკადემიაში. ახლა შეიძლება გითხარით, რას მოიცავს სამეწარმეო უნარების განვითარება და რა აქტივობები ხორციელდება და რა შედეგებს ელით მომავალში. საინტერესო შეკითხვა. დიახ, ჩვენი პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სწავლებას, როგორიც არის რობოტიკა, პროგრამირება და პროგრამული ენები, არამედ სამეწარმეო უნარებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ტექნიკური უნარებით ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენ გვჭირდება. პირველ რიგში ვიტყვი რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი გახლავთ სოფლიოს ტექნოლოგიური ლიდერების აღზრდა. და ამისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ არის საკმარისი, აუცილებელია მთელი რიგი უნარებისა, რომელიც მათ საბოლოოდ ფორმირებას უწყობს ხელს ლიდერებად. რა არის ეს? ეს არის დაწყებული ფინანსები, მარკეტინგი, ბიზნეს პროექტებზე მუშაობა, პროექტების მართვა, პირველ რიგში სასწავლო გრანტების მოპოვების უნარები და შემდეგ უკვე ბიზნეს გრანტების, ანუ ინვესტორებთან ურთიერთობის საკითხები. ყველა ის შესაძლებლობა, რაც კიდე დამიწაზე არსებობს ბიზნესმენისთვის და მათ შორის ახალგაზრდა მოსწავლისთვის და როგორც მოსწავლე entrepreneur-ისთვის, ანუ დამწყების სტარტაპერისთვის, ამის შესახებ მათ არათუ ეძლევათ ფუნდამენტური ცოდნა, არამედ სწორედ ეს სტივ ჯობსელები ხდებიან ელჩები უკვე ამ ინფორმაციის გავრცელებისა მათ სოციუმში. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს რას ნიშნავს? ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტში მართალია ყველა მოსწავლეს ჩვენ ვერ ვასწავლეთ გამომდინარე მცირე რესურსებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლადოს ჩვენი მერის ესე რომ ვთქვათ დახმარებით საკმაოდ ესე რომ ვთქვათ ესეთი რაოდენობა განისაზღვრა მუნიციპალიტეტში, ჩვენ ყველა მოსწავლეს ბუნებრივია ვერ დავფარავთ, მაგრამ ეს სტივ ჯობსელი მოსწავლეები მთელ თავის კლასელებს, სოციუმს, მეგობრებს უკვე აცნობენ ინფორმაციას, თუნდაც მაგალითად როგორ მოიპოვონ სასწავლო გრანტი. არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც მათთვის არსებობს სრული დაფინანსებით და ჩვენს ბავშვებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ აი ეს ვალდებულება ეკისრებათ ჩვენ სტივ ჯობსელებს, რომ ფართო საზოგადოებას მიაწოდონ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოში არსებობს. ძალიან კარგი. ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, ჩვენ ვიცით თქვენი აქტივობების შესახებ
აწყობს საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და ვინაიდან ჩვენი რადიო სწორედ ამ საწყისებზე დაფუნს და ვსურს რომ თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებითაც გაგვიზიაროთ. მადლობა, მე დიდი მოგრძალებით და თავმდაბლობით მოგახსენებთ, რომ წელს ხვდა პატივი, რომ არჩეული ყოფილიყავი მსოფლიოს 100 ლიდერი ქალს შორის, რომელსაც აერთიანებს G100 Wings ორგანიზაცია და რომლის მისიაც გახლავთ მსოფლიო მასშტაბით მთავრობებზე გენდერული მიმართულებით სტრატეგიების შემუშავება და ზეგავლენის მოხდენა იმ პოლიტიკებსა და იმ რეგულაციებზე, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორებას. მე ხშირად მეკითხებიან მამაკაცები, რომ აი თქვენ ქალებს ვინ გიშლით ხელს, რამეს მიაღწიოთ, ვინმე გიშლით ხელს, რატომ არის საჭირო, რომ მანდამაინც ქალს განსაკუთრებულად შეუწყოთ ხელი. მეგობრებო, ნამდვილად საჭიროა ქალისთვის დამატებითი ხელშეწყობა. მე ერთ ძალიან მარტივ მიზეზს ვიტყვი და დანარჩენს უკვე ფორმატიდან გამომდინარე სიღრმეში აღარ შევალ. ყველაფერს რომ დავადნებოთ თავი, ქალი არის ის, ვინც აჩენს ბავშვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი მისი კარიერული განვითარების ყველაზე აღმავალ გზაზე, ხო როგორც წესი ეს არის 20-დან 40 წლამდე პერიოდი, როდესაც კარიერული აღმავლობა მიმდინარეობს როგორც მამაკაცის და ქალის ცხოვრებაში და ამ კარიერული აღმავლობის გზაზე სწორედ ქალს დააკისრა, ასე რომ ვთქვათ, სამყარო მის როლი, რომ მინიმუმ 9 თვის განმავლობაში და შემდგომ უკვე პატარას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან იკისროს ეს როლი. მე არ ვამბობ, რომ აღზრდის ნაწილში რასაკვირველია მამაც ერთვება და ჩემი დიდი პატივისცემა იმ მამებს, რომლებიც თანაბრად ერთვებიან დედებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ ამ როლს წევს ქალი. ჩვენ თუ ქალს დამატებით არ შევუწყვეთ ხელი, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და თუნდაც 2 წელი მოწყდა თავის პროფესიას, მას უკვე ძალიან დიდი გამოწვევა აქვს იმ პროფესიაში აღდგენის საკითხში. თუ ჩვენ მას ხელი არ შევუწყვეთ, რასაკვირველია, ძალიან დიდი ალბათობით ქალი, რომელიც ბავშვს აჩენს, არის იმ რისკის ქვეშ, რომ უბრალოდ ვეღარ გააგრძელოს კარიერა. და ამ დროს მამაკაცს აქვს საშუალება, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად გაიაროს. ამიტომ რასაკვირველია, დაწყებული შრომის კოდექსი, რომელიც იცით, რომ ერთ-ერთი ავტორი გახლავართ, შემუშავებაში ჩართული პირი და შრომის კოდექსთან დაწყებული, რომელიც ქალი დასაქმებულების განსაკუთრებულ ხარდაჭერას გულისხმობს, ბიზნესის მიმართულებით თქვენ იცით, რომ მე გახლავართ Women for Tomorrow, ქალები მომავლისთვის, ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ჩვენი პირდაპირ მისია არის სწორედ ბიზნესმენი ქალების ხელშეწყობა, რომელთაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ ჩვენგან და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ საკითხს ხაზს უსვამთ, რომ ამ მიმართულებით ვჯელობთ, საუბრობთ და ხელს უწყობთ ქალების გაძლიერებას ეკონომიკურ ჭრილში. დიახ, გენდერი არის საკითხი, რომელიც საქართველოში ნამდვილად უნდა იყოს აქტუალური და მისი პროპაგანდა საჭიროა, ჩემი აზრით. ახლა რომ დაუბრუნდეთ ისევ საგანმანათლებლო თემას, ახსენეთ პროგრამირება და რობოტიკა. თუ შეიძლება საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ კონკრეტულად რას სწავლობენ თქვენთან მოსწავლეები და რომელ ასაკობრივ ჯგუფებს ფარავთ ამ მიმართულებით. პირველ რიგში მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერაში, სადაც არასდროს ისე სწრაფად არ განვითარებულა ტექნოლოგიები, როგორც დღეს ვითარდება. როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდია? ესე სწრაფად ვითარდება. ჩემი აზრით კარგია. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ რასაკვირველია, ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ გამოწვევებთან და რაში მდგომარეობს ეს გამოწვევა. ადამიანები ვერ ასწრებენ ადაპტაციას ტექნოლოგიურ სიჩქარესთან და ტექნოლოგიურ სისწრაფესთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კი პირობითად ადრე არ არსებობდა მობილური ტელეფონები, ჩვენ მშვენივრად ვადაპტირდით მობილურ ტელეფონებზე და უფრო მეტიც ჩვენი ბებიების, თაობის ადამიანებიც კი მშვენივრად იყენებენ, ესე რომ ვთქვათ, თაჩიან, რასაც ვეძახით, ტელეფონებს, უახლეს თანამედროვე ტელეფონებს, ხო და მშვენივრადაც ზოგ ბებოს Facebook-იც კი აქვს და სოციალური ქსელები და ანუ ადაპტირდნენ, ხო, მაგრამ
ახლა რაც მიმდინარეობს, ამის პრობლემა გახლავთ ის, რომ ძალიან რთულია ამ პროცესთან ადაპტაცია. და ეს სირთულე პირველ რიგში გამოიხატება სწორედ იმაშიც, რომ რაც არ უნდა ვალამაზოთ ეს ფაქტი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ტექნოლოგიების განვითარება დაკავშირებულია სამსახურის დაკარგვასთან. ანუ სამუშაო ხელის ჩანაცვლებასთან ტექნოლოგიებით. რასაკვირველია. მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს, ეს შეუჩერებელი პროცესია. ჩვენ ვიღებთ პროცესს, სადაც აბსოლუტურად ყველა დარგში, არათუ პროგრამირება, ყველა დარგში, იურისპრუდენციაში, მედიცინაში, ჟურნალისტიკაში, თქვენივე დარგში, ნებისმიერ სფეროში ვერ იარსებებს უბრალოდ პროფესიონალი, რომელსაც ტექნოლოგიური ცოდნის გარეშე შეიძლება რომ წაიყვანოს გადაცემა. მაგალითისთვის მე იურისტი გახლავართ, იცით, ჩემი პირველი პროფესია, მე AI-ის ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე არ ვიცი, ალბათ 10-ჯერ მეტი დრო დამეხარჯებოდა, ვიდრე დღეს მეხარჯება, ხო? მაგალითისთვის, როდესაც მე ლექციები მინდა წავიკითხო იუდული მიმართულებით, პრეზენტაციების მომზადებაში თუ კი მჭირდებოდა დღეები, დღეს წამებში მომზადებ ამ პრეზენტაციას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ხო და ჩემი დრო შესაბამისად მე მეტ დროს უთმობ თუნდაც სტუდენტს, თუნდაც სხვა პროფესიულ საქმიანობას და არა ესეთ რაღაცა თქვა ტექნიკურ საკითხს. ხელშეკრულებების შედგენა ეს უკვე ხელით აღარ ხდება დიდი ხანია სამყაროში. ეს ხდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პროფესიონალი იურისტის ზედამხედველობის ქვეშ. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ რობოტიკაზე და პროგრამირებაზე, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პროგრამისტებზე. ეს არის ის უნარები, რაც სჭირდება აბსოლუტურად ყველა დარგის წარმომადგენელს. ჩვენი პროგრამები 6-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მოიცავს. ესე იგი რობოტიკაში ვიწყებთ ფიზიკა, მექანიკის საფუძვლებით და შემდეგ შემოდის უკვე პროგრამირების ენები, კიბერუსაფრთხოება და უამრავი მიმართულება და რაც მთავარია, ეს არის სინთეზში სამეწარმე უნარებთან. ანუ ეს არის სინთეზში რეალური ცხოვრებისთვის საჭირო უნარებთან, რომელთან ერთადაც ჩვენი სტივ ჯობსელები უკვე ხდებიან მსოფლიოს ლიდერები და ჩვენ არაერთი საუკეთესო მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატების. ჩვენი რუბრიკა ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ, გითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებად დავყოფ ამ პროცესს. მოკლევადიანი გეგმები გახლავთ ის, რომ წელს დაგეგმილი არის სტივ ჯობსელთა ჩემპიონატი, კონფერენციები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ჩვენი სტივ ჯობსელები გამართავენ კონფერენციებს თავისი მეგობრებისთვის, სადაც მიაწოდებენ ინფორმაციას და მიაწოდებენ რჩევებს სასწავლო გრანტებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუდენტების კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება შეხვედრა ბიზნესთან და ჩვენი თინეიჯერი სტივ ჯობსელები ბიზნესს ასწავლიან თუ რა ხელოვნური ინტელექტის და რა ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლიათ ბიზნესში ძალიან სწრაფი შედეგების დადება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ძალიან სიმბოლურია, იცით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ერაში, სადაც თინეიჯერ შეიძლება ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ბიზნესის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, ვიდრე 30 წლის გამოცდილების მქონე შემდგარ ბიზნესმენს, ხო? ეს კოლაბორაცია ქმნის ძალიან საინტერესო სურათს. ესენი არიან ჩვენი მომავალი და შესაბამისად სწორედ მათგან ვიღებთ ბიზნესის რჩევებს. ოლიმპიადის და გამარჯვებულები მიდიან ავსტრიაში მომავლის ტექნოლოგიურ ცენტრში. დაგეგმილი გვაქვს, რა თქმა უნდა, უამრავი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პარტნიორია USA Education-ის მიმართულებით საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული მოსამზადებელი კურსები და სხვა. რაც შეეხება უფრო მასშტაბურ გეგმებს, ჩვენ იცით, რომ საქართველოში სულ რამდენიმე თვეა გავიხსენით და იგეგმება აკადემიური წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 10 ფილიალის გახსნა და პარალელურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გაფართოვება და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ სურათს, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში ჩვენ ვზრდით ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს მომავალ ტექნოლოგიურ ლიდერებს, რომელთაც აერთიანებთ ერთი რამ. ეს არის ღირებულებები, რომ ტექნოლოგიების განვითარება მოხდეს არა ადამიანების საუარესოდ, რისკიც რა თქმა უნდა ტექნოლოგიებს ყოველთვის აქვს, არამედ ტექნოლოგიების განვითარება მოხდეს ადამიანების საკეთილდღეოდ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ ამ შესანიშნავ საქმეში და იმეც ვიტოვებთ, რომ თქვენი და ხონელი ახალგაზრდების ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ეს იყო რუბრიკა გენდერს მიღმა. ჩვენი სტუმარი იყო სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ კერძაია, მე კი მისი წამყვანი გახლავართ ანა მოგებაც.